პალესტინის ჟანდაცვის ოფიციალური პირები და თვითმხილველები აცხადებენ, რომ ისრაელის ძალებმა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად განაწილების ცენტრთან მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნა. მათივე ცნობით შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის არმიის განცხადებით კი მათ ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე ეჭვმიტანილს, რომლებმაც წინასწარ განსაზღვრული მარშრუტი დატოვეს, ისრაელის სამხედროებს მიუახლოვდნენ და მათი გამაფრთხილებელი გასტროლები არ გაითვალისწინეს. რასაც იქ აკეთებენ არა ადამიანურია, საკვების სისხლის აბაზანაში დაცურავს. იქ სიკვდილისთვის მივდივართ. ტყუებს გვესვრიან და გვბომბავენ. დღეს მას შემდეგ რაც შესვლის ნება დაგვრთეს, გარს შემოგვერწყდნენ და ცეცხლი გაგვიხსნეს. ტყუებს გვესროდნენ და ადამიანები უსულოდ ეცებოდნენ მიწაზე. თუ ჩვენი გამოყვება უნდათ, მაშინ რატომ კლავენ? ის ვისაც დახმარების მოწოდება სურს, ხალხს არ ხოცავს. თითქოს ერთ ადგილზე შეგყვარეს და გვესვრიან. ქალებს ესვრიან, ბავშვები საავადმყოფოებში მიყავთ. ეს უსამართლობაა. ასეთ შემთხვევაში საჭმელსაც ნუ არ მოგვიტანენ. არც ეს გვინდა თუ ჩვენს დახოცვას გეგმავთ. დავიღალეთ და ამ ყველაფერს ვეღარ ვიტანთ. ჯობს მოვკვდეთ, ვიდრე ამას გავუძლოთ. სიკვდილი უფრო ღირსეული გამოსავალია, ვიდრე ის, რაც ჩვენს თავს ხდება. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო 3 დღის განმავლობაში, როცა ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წერტილი ისრაელის ძალების სამიზნე ხდება. ეს განაწილების წერტილები ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერულმა ფონდმა შექმნა და ისინი ისრაელის სამხედრო ზონებშია მოქცეული. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ეს მექანიზმი ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ გამოწვევებს არ პასუხობს და ისრაელს ჰუმანიტარული დახმარების იარაღად გამოყენების საშუალებას აძლევს.